ჩემი აზრით ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ ხაზგასმით ვამბობ უნდა შევთანხმდეთ მთელი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს საქართველო უფრო უნგრეთია ევროკავშირს მიღმა იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არა ვართ თუ უფრო მაგალითად ბელარუსი რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია de facto თუ გნებავთ ბელარუსს არ ვახსენებ თუ გნებავთ ვახსენებ ცენტრალური აზიის რომელიმე სახელმწიფოს რომელიც თურქმენეთს მაგალითად რომელიც ბელარუსზე გაგიკვირდებათ და ბელარუსზე ბევრად დამოუკიდებელი სუვერენულია მაგრამ რასაკვირველია არადემოკრატიულია საშინელია მისი შიდა წყობა მისი საგარეო პოლიტიკაც მაგრამ შიდა წყობა თურქმენეთისა რასაკვირველია საზიზღარია საშინელია დიქტატორიულია ავტორიტარული მოკლედ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ მე და თქვენ ჩვენ ყველანი პოლიტიკური პარტიების პირველ ყოვლისა როგორი ტიპის სახელმწიფოა საქართველო და როგორც კი ჩამოვყალიბდებით და კონსოლიდირებული პასუხი გვექნება საერთო პასუხი გვექნება ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე თემაზე ამბავზე ისევე არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა მაგრამ ადრე თუ გვიან კი არა მალევე გამოჩნდება გზა ის გზა რა გზას უნდა დავადგეთ რა გზას უნდა ვეწიოთ მთლიანად საზოგადოება ამასთან პასუხი კვლავ ვიმეორებ უნდა გასცეს არა მხოლოდ რიგითმა ამომრჩეველმა არამედ პოლიტიკურმა სპექტრმაც რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურმა ოპოზიციურმა სპექტრმა ამ ქართული რუსული უფრო ზუსტი რო ვიყო რასაკვირველია ეჭვგარეშედ რუსული ოცნების ოპონენტებმა უნდა გასცენ პასუხი მე ვიდრე კონსოლიდირებული პასუხი იქნება და ეს პასუხი რასაკვირველი არ იქნება კარგახანი თუ საერთოდ იქნება მე ჩემს მოსაზრებას რო გახსენებთ ამასთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელო ხმამაღლა უნდა ვიმსჯერო თუ ნებას მომცემთ ჩემი მოსაზრება კი ამგვარია საქართველო მიუხედავად იმისა რომ ბევრი მსგავსება თითქოს საქართველო არა ან ჯერაც არა ან სამწუხაროდ არა ორბანის დროინდელი უნგრეთის ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო უნგრეთის მსგავსი ბევრად უარესია მეთქი თუ ვიტყვი ასე ალბათ ბევრ თქვენგანს ან თითოეულ თქვენგანს არ გაუკვირდება მიუხედავად იმისა რომ ორბანის მმართველობის პირობებში თავად ორბანსაც მის კლანსაც მის მმართველობასაც მიედავებოდი ბევრ რამეში მაგალითად დაუწუნებდი შიდა პოლიტიკას აგრეთვე მიედავებოდი კორუფციაში ნეპოტიზმში ერთიც და მეორეც ვინიც ის და იქნება უფრო მაღალ ხარისხშიც კი იყო ვიდრე კალაზის თუ ბიზინა ივანიშვილის პირველ ყოვლისა ხელისუფლებას აქვს ეს კორუფცია ახასიათებს კორუფცია ხო ნეპოტიზმი მიედავებოდი მას ორბანის ხელისუფლებას მედიის შეზღუდვაში მედიას ჩემი მოსაზრებით ორბანის ხელისუფლება ნაკლებად როდის ზღუდავდა ვიდრე ზღუდავს ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნაში არა ამ თვალსაზრისით ბიზინა ივანიშვილი ყველა რეკორდს ხსნის ორბანი ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 1000 სისაძაგლეში 1000 ანტიევროპულ ქმედებაში რასაკვირველია მიედავებოდი ორბანის უნგრეთი მაინც იყო ევროპის ბრიუსელის თუ გნებავთ ასე ვიტყვი ქართულ ოცნებას რომ ვკითხო deep state-ის ევროპული ბიუროკრატიის მარწუხებში ან ჩარჩოებში მოქცეული ქვეყანა რომლის მმართველსაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა ამაზე კიდე ვიტყვი ორ სიტყვას მაგრამ მაინც მმართველს ორბანს აღმოაჩნდა უნარი და ნება რომ ეღიარებინა არჩევნების შედეგები ბევრი იტყვის რომ სხვა გზა არც ჰქონდა მე პრინციპში ვეთანხმები იმას რომ მას სხვა გზა გარდა არჩევნების შედეგების აღიარებისა მართლაც არ ჰქონდა თუმცა თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთში ავხსნი რატომ არ ჰქონდა ჩავშლი რატომ არ ჰქონდა მას სხვა გზა სხვა ხსნა დიახ ორბანმა ეს შეძლო ეს მოახერხა იმ ორბანმა რომელიც იყო აკი გითხარით საშინელი მმართველი მაგრამ ის მიუხედავად იმისა რომ იყო საშინელი მაინც ევროპული სახელმწიფოს ცუდი ევროპული სახელმწიფოს ვაღიარებ ბევრად უარესი სახელმწიფოს ვიდრე
ამავე სივრცეში, ევროპის ამავე ნაწილში არსებული სხვა ქვეყნებია, იმ უნგრეთის ხელმძღვანელი იყო, იმ გვარი უნგრეთის შექმნა ჩამოვაყალიბა სწორედაც რომ 16 წლის განმავლობაში ორბანმა დიახ მასზე უკეთესი, აი უნგრეთზე უკეთესი, ორბანის უნგრეთზე უკეთესი იყო არა თუ პოლონეთი, არა თუ ბალტიის რომელიმე სახელმწიფო, არა თუ მეზობელი ავსტრია, რომელიც ნეიტრალურია და არც იყო პრინციპში ვარშავის პაქტში არსებული მოქცეული ქვეყანა, არამედ ბულგარეთზე გაგიკვირდებათ და რუმინეთზე უარესი ქვეყანაც კი ეს უნგრეთი, რომელიც ევროპულ სივრცეში მასზე უარეს სახელმწიფოს იპოვი, არ დავასახელებ თქვენის ნებართვით, მაგრამ მაინც ერთ-ერთი აუთსაიდერი იყო დემოკრატიის, ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებათა დაცვის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ყველაზე ანტიევროპული სახელმწიფო იყო ევროკავშირის სივრცეში, მეთქი თუ ვიტყვი ასე, არც აქ გადავაჭარბეთ, არც ამ შემთხვევაში იქნება ეს გადაჭარბებული, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქვეყანაც საქართველოს ევროკავშირს მიღმა, მაინც ვიტყვი ასე, რომ ბევრად უარეს ქვეყანას ქმნის საქართველოს სახით, ვიდრე იყო თუ არის იყო ვიქტორ ორბანის ქვეყანა. ამ უკანასკნელთან ბიძინა ივანიშვილს ორბანისაგან განსხვავებით ევროკავშირი ფეხებზე ჰკიდია. ორბანსაც ეკიდაო ბევრი თქვენგანი მეტყვის, მაგრამ თლად ასე არ არის საქმე. ყოველი 10 ამბიდან ფუტრირებს. ცხადია, ერთხელ მაინც იძულებული იყო ევროკავშირის რეკომენდაცია, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ერთგვარ კონიუნქტურაში მოქცეულიყო ბიძინა ივანიშვილს 10-დან 10 ჯერ 20-დან 20 ჯერ, 100-დან 100 ჯერ ფეხებზე ჰკიდია ევროკავშირი, არ აინტერესებს პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს რომ გაწყვიტოს ყოველგვარი ემოციური და არა მხოლოდ ემოციური კავშირი ბრიუსელთან ან ცალკეულ სახელმწიფოებთან, რომლებიც არიან ევროკავშირის სივრცეში. ახლა უკვე უნგრეთთანაც გაწყვეტს მეთქი ურთიერთობას, ამასაც თუ ვივარაუდებ, არც ეს იქნება გადაჭარბებული. მოკლედ, ბევრად მეტად აქვს ბიძინა ივანიშვილს ნადურთი თავი და ნადურთი გადასროლილი ქვეყანა რუსულ ძერმოში, ვიდრე ორბანს, რომელიც პუტინისტი იყო ამასთან, მაგრამ არც ისეთი პუტინისტი იყო, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილს ბევრად უარესად აქვს ნადურთი თავი ან გადასროლილი ქვეყანა რუსულ ძერმოში, ვიდრე ჰქონდა თუ ჰყავდა ორბანს უნგრეთი გადასროლილი რუსულ ძერმოში, რუსულ ნეხვში, რუსულ სივრცეში. ის მაინც ამის თქმა მინდა, რომ მაინც ევროპული, ცუდი ევროპელი იყო, ცუდი რასაკვირველია, მაგრამ მაინც ევროპელი იყო და დადასტურდა არჩევნების შედეგების აღიარებით. ორბანმა რა არ იკადრა, მაგრამ არ უკადრებია, აი ერთი მაგალითი რო დავასახელოთ, მაგალითად არ უკადრებია რა გავიხსენოთ, რა მოვიფიქროთ ახლა და ტროტუარზე დგომისათვის ადამიანების დაპატიმრება. და კიდევ რა დაჯარიმება ტროტუარზე, ამდენი პატიმარი არ ხოლია, სინდისის პატიმრები საერთოდ არ ხოლია. იქაური მზია ამაღლობელი, ან იქაური ანდრო ჭიჭინაძე, ან იქაური ზვიად რატიანი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ვინც ეს ერთ-ერთში ადარებს და ამბობს, რომ თუ რაღაცაი ორბანის დამარცხება იყო შესაძლებელი არჩევნების გზით და სწორი ბრძანებაა ეს განავე წინააღმდეგები. აქედან გამომდინარე, ბიძინას დამარცხებას იქნება შესაძლებელი სწორედ არჩევნების გზით, ამასაც არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მაინც ერთგვარი სპეციფიკა იქაური ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა მაინც უნგრეთი, იქაური სპეციფიკა და დავადაროთ, შევადაროთ, შეუპირისპიროთ ევროკავშირს მიღმა არსებული სახელმწიფო საქართველოს სპეციფიკას უნდა დავუპირისპიროთ. ამის თქმა მინდა, დიახ, ორბანის დამარცხება იყო რთული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა ეს შეუძლებელი და უამრავი ფაქტორის დამსახურებით მოხდა ეს. რასაკვირველია ლიდერი, რასაკვირველია ქარიზმატული ლიდერი მაგიარი, რომელმაც შესძლო და მართლა ესე შუკაშუკაო, ასე რომ ამბობენ, ხო, სოფელო გამოქვეყნდა ამის ინფოგრაფიკები. პრაქტიკულად არ დარჩენილა არც აღმოსავლეთით უნგრეთისა, არც დასავლეთით უნგრეთისა, არსად არ დარჩენილა სოფელი, რომელიც მას ფეხით და საოცარი პატარა სატვირთო მანქანა არ ქვია, ხო, პატარა მანქანით მიმოიარა
ბოლოს 3 წლის განმავლობაში უკლებლივ ყველას პირველ ყოვლისა ოპონენტებს, ორბანისტებს ხვდებოდა, ეკამათებოდა, ეჩხუბებოდა, შეცდომას უშვებდა, ბოდიშს უხდიდა, ასწორებდა საკუთარ ქმედებებს, ისევ ჯიუტად მიუყვებოდა რაღაც გზას და არა, სოფელი როგორ არ დარჩა და მოსახლე როგორ არ დარჩა, მთლად ყველას რასაკვირველია ვერ შეხვდებოდა და ვერ შეხვდა, მაგრამ ბევრი თან დიდი ტერიტორია კი მოიცვა მისი პატარა ავტომობილით. პატარა ავტომობილით, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა, უფრო ზუსტი რომ იყო, ხალხი ემატებოდა ამ ავტობუსის გარშემო, პატარა ავტომობილის გარშემო, ავტობუსი არ იყო, პატარა სატვირთო ავტომობილის მსგავსი იყო, სატვირთო ავტომობილი საერთოდაც დადიოდა და ხვდებოდა ყველას. ოპოზიციას ჩვენს დღევანდელს ქართულს ედავებიან იმაში, რომ თქვენ რატო არ დადიხართო, თუმცა ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მოსაზრება რომ ჩვენ არ მოსაზრებას რელევანტურია, ან ადეკვატურია. ჩვენ დავდივართ, მაგრამ მედიისთვის ამ შეხვედრებს მედიას არ მოგზავნით ამ შეხვედრების ამსახველ ფოტოკადრებს თუ ვიდეო კადრებს. მედიისთვის ღია არ არის. ამ შემთხვევაში ვახდენთ ჩვენი მომხრეების იდენტიფიცირებას, ამ მერე უკვე სუსი მიდის ამ ოჯახებში, ამ მოქალაქეებთან აწუხებს, ავიწროებს, სწორი მოსაზრებაა, მაგრამ თუ ვინმეს გონია რომ პეტერ მადიარის შემდეგ ორბანის სუსი თუ რაც ქვია უნგრეთში არ დახვებოდნენ, არ მიდიოდნენ და ფეხთაფეხ არ დახვებოდა ოპოზიციის მაშინდელ ლიდერს და დღეს უკვე უნგრეთის ლიდერს, ძალიან წარეცდება. ორბანიც რასაკვირველი ავიწროებდა არა მხოლოდ ოპონენტებს, არამედ ამომრჩეველსაც და ამუნათებდა, არა აშინებდა, აფრთხობდა, საშინელ მდგომარეობაში აგდებდა, მაგრამ ამის მიუხედავად საზოგადოებაც მზადყოფი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში ორბანის ოპონენტისთვის მიეცახმა და ამ დაშინებამ ვერ გაჭრა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე და აფრთხობამ დაშინებამ და მადიერს დაუჭირეს მხარი. ამიტომ ოპოზიციის მტკიცება, რომ ხო, ჩვენ დავდივართ, მაგრამ მედიისთვის არ არის ეს ჩვენი შეხვედრები, სწორია თითქოს, მაგრამ უფრო მეტი და მეტი. აი, ინფოგრაფიკა უნდა გაკეთდეს, სად ჩავიდნენ ისინი. კი არ ვიცი, რა ხავა მაინც და მაინც ასე არ გავამივიდეს. უბრალოდ უნდა ერთგვარად ისწავლონ მათაც უნდა ისწავლონ უნგრეთის ოპოზიციის ოდინდელი ლიდერისაგან, მადიარისაგან და ის შეცდომები, რომლებიც დაუშვა რასაკვირველია უნგრეთის ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა, არ უნდა გაიმეორონ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სპეციფიკა მაინც სხვაგვარია, ხაზგასმით ვამბობ და ვინც ის და უფრო რთულია აი ამ სასტიკი და უსასტიკესი ბიზინა ივანიშვილის პირობებში საარჩევნო კამპანიის ან საარჩევნო კამპანიასაც უნდა ვარქმევთ რაღაც კამპანიის ჩატარება, ვიდრე იყო ორბანის პირობებში, ორბანის მმართველობის პირობებში, მაგრამ კიდევ ერთი ამბავია, რაზეც ახლავე გავამახვილებ ყურადღებას. ჩვენ სულ ლაპარაკობთ იმაზე, რომ უკვე დადგა, ლაპარაკობთ ბოლო წლებია, უკვე დადგა დრო ჰორიზონტალური მმართველობისა. ერთპიროვნული ლიდერი კი არ უნდა გვყავდეს, არამედ უნდა გვყავდეს ბევრი ლიდერი, რომლებიც კოალიციურად თათბირების, შეხვედრების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ეს ძალიან კარგად ჟღევდა და გავბედავდა ვიტყვი, რომ ახლაც ჟღევს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს პრინციპში მაინც არასწორი ფორმულა ბევრი სახელმწიფოსთვის, ბევრი სახელმწიფოს საზოგადოებისათვის, არათუ ჩვენგვარ, არა მარტო ჩვენგვარი სახელმწიფოს საზოგადოებისათვის, არამედ ჩვენზე ბევრად წინ წასული ან დემოკრატიის ტრადიციების მქონე სახელმწიფოების საზოგადოებებისთვისაც, მაგალითად უნგრეთი ასეთად უნდა დავასახელოთ თქვენის ნებართვით. ჩვენზე წინ არის საზოგადოება უნგრეთში, ამის მადასტურებელი სხვაშორის ეს არჩევნებიც არის. იქაც გამოკვეთილი ლიდერი სანამ არ გამოჩნდა ამ 16 წლის განმავლობაში, თუ არა 10 წლის განმავლობაში მაინც ეძებდა უნგრეთის საზოგადოება, ორბანის ოპონენტის საზოგადოება გამოკვეთილ ლიდერს, მანამდე ვერ მოხერხდა ასე გაქსუებული ორბანის დამარცხება. ასე გაქსუებული პირდაპირ მნიშვნელობით არ არის გაჩხეკილი კაცია, მაგრამ გაჩხეკილი ხო სწორედ სიტყვა. გაჩხეკილი კაცია ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ მისი ხელისუფლება გაგომბეშოებული რომ არის, ეს ფაქტია. და სანამ არ გამოჩნდება, როგორც ჩანს, სანამ არ გამოჩნდება ერთი ხას უსვავ, ერთი და ერთადერთი განუმეორებელი
მართებულად ვიქნები გაგებული ქარიზმატული, რაც მთავარია ლიდერი, მანამდე როგორც ჩანს ამ ქარიზმატულ ლიდერს და ქარიზმას ვერ დაუკარგავ ბიზინა ივანიშვილს, სასაკვირველია, ცუდი ტიპია, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერია მისი პარტიისა და მისი პარტიის ამომრჩევლებისა, მანამდე მისი ბიზინა ივანიშვილის დამარცხება გაჭირდება, მე არ ვამბობ რომ შეუძლებელი იქნება, მაგრამ გაჭირდება ასე კოალიციური ერთობით, ალიანსით და გამოკვეთილი მკვეთრი ლიდერის გარეშე. ბევრი ლიდერი ყავს ოპოზიციას, ბევრი ერთმანეთზე ღირსეული ადამიანია, რასაკვირველია, მაგრამ ერთი ადამიანი გჭირდება, გაიხსენეთ 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა მრგვალმა მაგიდამ ფორმალისტურად, მაგრამ იმ მრგვალ მაგიდას ყავდა ერთი და გამოკვეთილი ლიდერი ზვიად გამსახურდია სახით, რომელიც ვიცოდით უკვე იმ თავითვე რომ ნოემბრის შუა რიცხვები იყო, გახდებოდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და უკვე შემდგომ წელს 91-ში 26 მაისს არჩეული იქნებოდა პრეზიდენტად. ანუ ერთი იყო ზვიად გამსახურდია, მის გარშემო იყვნენ, მაშინ არ ვიყავით ჩვენ განებიურებული ბევრი ლიდერით, ბევრი მკვეთრფერა ლიდერით, მაგრამ ვინც იყო რაღაც სახეები, გამსახურდიას გარშემო, საგარეო კომიტეტი, მაგალითად თედო პაატაშვილი, საგარეო მინისტრი, მაგალითად გოგი ხოშტარია, პრემიერ-მინისტრი პირველი ყოველ შემთხვევაში თენგიზ სიგუა, სხვები და სხვები, ვიცოდით რომ ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. მე საერთოდაც მომხრე ვარ რომ მაინც და მაინც ახლა არა, მაგრამ აი ამ ოპოზიციამ ალიანსმა თქვას რომელიღაც ეტაპზე განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში თუ მივედით ამ საარჩევნო პერიოდამდე, როცა იქნება მაშინ რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არის ეს, თუნდაც იყოს ცუდი და ან ბევრისთვის, ან ნაწილისთვის მიუღებელი, თქვათ მაინც რომ აი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხარ დავასახელებ მე თქვენის ნებართვით რომ ვინმე მარჩა მითვალოს რომ მე მისკენა ვარ, მაგრამ ეს პირველ ყოვლისა ოპოზიციის, აი ამ ალიანსის სათქმელია, საგარეო მინისტრი იქნება, ის რაღაც შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება, ის სოფლის მეურნეობა, ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის, მაგრამ რატომაც არა სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება, ის ჯანდაცვის ის და ასე შემდეგ, რომელსაც თავის მხრივ თითოეულ მათგანს ექნება მეტნაკლებად ჩამოყალიბებული სწორი გამართული პროგრამა, მე ჯანდაცვაში გავაკეთებ იმას, სოფლის მეურნეობაში გავაკეთებ იმას, საგარეო უწყებაში გავაკეთებ იმას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ რეფორმებს თავდაცვის უწყებაში ამას გავაკეთებ და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი და ქარიზმატული ლიდერი გვჭირდება. ვინ არისო? ბევრი თქვენგანი მკითხავს და მე გეტყვით რომ არ ვიცი. ოღონდ მართლა არ ვიცი. ახლა ვინმემ რომ არ დამწამოს ანტიმიშისტობა, მე ვიტყვი რომ ეს მიშა სააკაშვილი არის მეთქი, მაგრამ მიშა სააკაშვილი არ არის მეორე მხრივ, იმიტომ რომ ის არ არის კონსოლიდირებული ლიდერი, არა თუ საზოგადოებისა, არ მიწყიდოთ, რასაკვირველია ანტიმიშისტობა გამომდის ახლა, მაგრამ მაინც არა თუ საზოგადოების, არამედ პოლიტიკურ იმ სპექტრშიც კი, რომელიც ახლახან გაერთიანდა ამ 9 გაერთიანებული პარტიიდან არ ვიცი რამდენი, მაგალითად 3 ან 4 პრინციპული წინააღმდეგი იქნება მიშა სააკაშვილის გაერთპიროვნება ლიდერობისა. მიშას თავისი როლი აქვს სამის ქვეყნის ისტორიაში დადებითი, რასაკვირველია, მეტწილად დადებითი, თავის შეცდომებით, თავის მიღწევებით, თავის გამარჯვებებით, თავის მარცხებით და ასე შემდეგ, მაგრამ მომავალი საქართველოს ლიდერად, მომავალი საქართველოს და ბიძინას ალტერნატივა ლიდერად, ყოველ შემთხვევაში ახლა ვიდრე ის საპატიმროშია, მე ის არ მესახმება. ხა გარეთ რო გამოვიდეს და აქეთ იქით რომ იაროს და ჩაატაროს ხალხმრავალი აქციები, ვინც ის და შეიძლება შევიცვალო კიდეც აზრი და საზოგადოებამ შეიცვალოს აზრი პირველ ყოვლისა, მაგრამ და ბიზნეს ამის ეშინია რეალურად, ხო? მაგრამ მოცემულ ეტაპზე მე ასეთად ვერ ვხედავ. ეხლა მე ისევ გავიმეორებ კითხვას, ვის ვხედავ მე ლიდერად? ვერ ვხედავ. ამ 9 პარტიიდან კონსოლიდირებული ერთი ლიდერი, აი ისეთი ლიდერი, როგორც იყო მადიარი, თუ არის მადიარი, ხო? მე ვერ ვხედავ. არა და უნგრეთს რომ მიუბრუნდეთ, ერთმა ქარიზმატულმა ლიდერმა და მის გარშემო შემოკრებულმა ადამიანებმა, ოღონდ ერთი ლიდერი იყო, ბევრი რამ განსაზღვრა და განაპირობა. ეს უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია ჩემი აზრით და მახასიათებელი ხო, მახასიათებელი, ჩვენთვისაც მახასიათებელი უნდა იყოს და კიდევ ერთსაც ვიტყვი ბარემ. ბევრს ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვართ ლიბერალები, ჩვენ ვართ მარცხენა ლიბერალები, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. არა, მაინც და ეს აჩვენა ერთგვარად ჩემი მოსაზრებით ამ ცოტა ხნის წინ პატრიარქ ილია მეორის გასვენებამ, ჩვენ ვართ კონსერვატორების, კონსერვატიული საზოგადოება.
რასაკვირველია, რაღაც უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდნილიყავით და არ უნდა გადავვარდეთ მომავალში. მაგრამ პრინციპში ქართული საზოგადოება მაინც არის კონსერვატიული. ამიტომ ჩემი მოსაზრებით მომავალი ლიდერი, ან მომავალი დღის წესრიგი ბევრი ლიდერისა, უნდა იყოს დაფუძნებული სწორედ ამაზე. კონსერვატიზმზე, ქართულ კონსერვატიზმზე მეთქი, ოღონდ ქართულ და იმავდროულად ევროპულ კონსერვატიზმზე. ვიტყვი ასე. ამგვარ ლიდერსთან, ლიდერთა ჯგუფს ექნება პერსპექტივა. ჩვენს ქვეყანაში ამ საზოგადოებაში, აი, ხსენებული მადიარი სწორედ ამგვარია, ის ლაპარაკობს, რასაკვირველია, ბრიუსელთან ურთიერთობის დარეგულირება აუცილებელია. მაგრამ სულ ამბობს იმასაც, რომ მე ნაკლებად მაინტერესებს ბრიუსელის აზრი უნგრეთისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ის იქნება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი. ორბანიც ამას ამბობდაო, მაგრამ ორბანმა ეს ჯოხი, როგორც ასეთი, პინა, როგორც ასეთი, გადახარა და აკი ამიტომაც წაუვიდა იზოლაციონიზმის მისკენ. იზივანიშვილსაც აქეთკენ მიხავს საქმე, იზოლაციონიზმს უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისა, თორე და ყალბად მემარჯვენეა, ყალბად კონსერვატორია ბიძინა ივანიშვილი, ესეც უნდა ვთქვათ. ხო, კიდევ ერთი დეტალი და რაზეც ყურადღების გამახვილება მინდოდა და კარგია რომ გამახსენდა. ჩვენ ვამბობთ და მეც ვამბობ ამას, რომ აი ორბანმა აღიარა არჩევნების შედეგები, ასეა. ორბანმა აღიარა არჩევნების შედეგები. მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ორბანმა აღიარა არჩევნების შედეგები იმიტომ, რომ ძალიან დაუკიდურესად დამარცხდა. აბა დამარცხებული იყო 2%-ით. არ ჩაებღაუჭებოდა კი ორბანი ძალაუფლება ხელისუფლებას 2%-ს, 3%-ს, 5%-ს, როგორმე ეს ტროას ცხენი ევროკავშირის სივრცეში კაცი ვიქტორ ორბანი როგორმე გაახალბებდა და სულაც არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს. იტყოდა რომ მეო ჩემმა პარტიამ მოიგო კლავაც, აი უნგრელებმა ჩემი პარტიის და ჩემს სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანიო 50-მა კი არა 55-მა თუ 57%-მა. სწორედ იმან რომ 60 ჯამში 67, 70% ლამის კი არა ნამდვილად. მოკლედ თითქმის 200 დეპუტატიდან 140 დეპუტატი ხავს გაყვანილი პიტერ მადიარს და ასეთი უპირატესობით დაამარცხა ვიქტორ ორბანი. სწორედ ეს არის საფუძველთა ან ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ორბანი იძულებული და ვალდებული იყო ეღიარებინა არჩევნების შედეგები და აქაც ისევ მივადექით ქარიზმატული ლიდერის მნიშვნელობას თუ ქარიზმატულ ლიდერს ზოგადად. მადიარი ასეთი ქარიზმატული ლიდერი რომ არ ხოვდა ორბანს ოპოზიციაში, ვინც ის და ასეთი უპირატესობით ვერ გაიმარჯვებდა თუ საერთოდ გაიმარჯვებდა ორბანის პირობებში, ამგვარი ხუთავი პირის პირობებში უნგრეთში ოპოზიცია. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, 3%-ით რო გაიმარჯვა მადიარს, აღიარებდა კი ორბანი არჩევნების შედეგებს, თუ ჩაებღაუჭებოდა ძალაუფლებას, მე ვარაუდობ, ეს რასაკვირველია ჰიპოთეზა, მე ვერ დავამტკიცებ ამას, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში ორბანი ძალაუფლების კვერთხს ხელიდან არ გააგდებდა. და 1000 სირთულ ხო, კიდევ ესეც მნიშვნელოვანია რა, კარგია რომ ესეც გამახსენდა. 3 წლის განმავლობაში მადიარი და მისი პარტია ემზადებოდნენ, სწავლობდნენ, იზრდებოდნენ, თავკერძები არ იყვნენ. აი ქართული პოლიტიკური სპექტრის არავასახელებ, ოღონდ არავის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი სწორედაც რომ გარდა იმის თავკერძა, სწორედ გარდა იმისა, რომ არ ახავთ ლიდერი და ვერ ახავთ ლიდერი და მე რომ კითხოს ახლა რომელიმე თქვენგანმა კი მარა ვინ უნდა იყოს მათ შორის ლიდერიო, მე არ მაქვს პასუხი ამას. ხო? გარდა იმისა, რომ ლიდერი არ ახავთ, გამოკვეთილი ლიდერი, ხო? გარდა ამისა, აკლიათ ბევრი სხვა თვისებაც არ აქვთ. მაგალითად, თითქოს არ ემზადებიან, თითქოს არ სწავლობენ, არ ვაკრიტიკებ, ამიტომ ესე არ გამომივიდეს. ხო, რასაც ახერხებენ იმ პირობებში, რა პირობებშიც არიან, ესეც ხშირ შემთხვევაში გასაკვირია და მისასალმებელია, თუნდაც ასე ბჟუტავად რო არიან და რაღაცა მიზნები მაინც აქვს დასახული, მაგრამ აი ეს მიზნების პრინციპში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილი რომ იყოს, უფრო კარგი იქნებოდა. მაგალითად 27 მაისს, რას ვაკეთებ, აი 26 მაისს მათ ჩანიშნეს პირობითად 50,000-იანი
აქცია მე მახარებს, მე ვიქნები პირველ ათეულში ვიქნები, ვინც გავაროს დავილის გაბზირზე, მაგრამ 27-ში რას ვაკეთებ, მე როგორც ამომრჩეველი ხო უნდა მითხრას ვინმე არ ვაკრიტიკებ კლავ ვიმეორებ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ბიძინა უარესია ვიდრე ვიქტორ ორბანი. მოკლედ, ხო, ესეც ვილაპარაკეთ შევარდნაძეზე თუ ალტერნატიული მთავრობის არსებობის აუცილებლობაზეც ვილაპარაკეთ და ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე, როგორც მოკლედ, იმიტომ რომ პრინციპში 26 წუთი ამოიწურება. დიახ, საქართველოს არ არის უნგრეთი, საქართველოს არ არის ევროკავშირის წევრი და ამიტომაც არ არის დამატებით უნგრეთი ევროკავშირის მარწუხები, deep state-ის მარწუხები, შალვა ბოშულს ეს ამოვნება, რაღაცა ასე ვამბობ, ასეთია ჩემი სინტაქსი მოეწონება შალვაიას. მაგრამ მაინც ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, საქართველოს არ არის უნგრეთი, ოღონდ შალვასაც ეწინა არ ესიამოვნება, რასაც შეეწინააღმდეგა პაპუაშვილი ბანდიტი, საქართველოს ბევრად უარესი ქვეყანა. მაგრამ ახლა ის მის კითხვა ვართ თუ არა ბელარუსი. მე მგონია რომ არც ბელარუსი არა ვართ, იმიტომ რომ იქ ხელისუფლების ცვლილებისა და ცვალებადობის შანსი, იოტისოდენა შანსიც კი არ არის. ერთადერთი რაშიც ბელარუსი გვის ბელარუსის ლიდერი უსწრებს, ანუ უკეთესია ბიძინა ივანიშვილზე, არის ის რომ ბელარუსის ლიდერი ერთ თუ ორ კონკრეტულ შემთხვევაში იყო ადეკვატური, როდესაც ტრამპმა დაურეკა და უთხრა რომ განთავისუფლე პოლიტპატიმრებიო, ლუკაშენკა მოსკოვთან შეთანხმებით, რა საკვირველია, იძულებული იყო რომ გაენთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები, ბიძინა ივანიშვილს ტრამპი არ დაურეკავს, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ რომ დაუკავშირდეს ამერიკის შეერთებული შტატები თვით ბიძინა ივანიშვილს, არ დაურეკავს მათ შორის, იმიტომ რომ ის არაფორმალი მმართველია ბიძინა რუსი და არაფორმალ მმართველებს ფორმალური მმართველები დემოკრატიული სახელმწიფოების არ ელაპარაკებიან როგორც წესი, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ რომ ბიძინას უკავშირდება თვით დონალდ ტრამპი, ბიძინა ივანიშვილი არ გაითვალისწინებს თვით დონალდ ტრამპის მოთხოვნას თუ თხოვნას, ამიტომ ამ თვალსაზრისით ბიძინა ბევრად არაადეკვატურია ვიდრე თვით ლუკაშენკაც კი. მაგრამ მეორე თუ მეხუთე მხრივ საქართველოს არა ჯერაც არ არის ბელარუსი საბედნიეროდ, იქ პოლიტიკური კლიმატი ხო საშინელია, ოპოზიცია ხომ საერთოდ არ არსებობს. და თავისუფალი მედია არ არსებობს, ლიბერალური გარემო არ არსებობს, დემოკრატიული გარემო არ არსებობს, რეპრესიული მანქანა ამოქმედებულია და რაც მნიშვნელოვანია, იქ დაშვებაც კი, იოტისოდენა დაშვებაც კი იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება, თუნდაც ისეთი საშინელი, როგორიც ტარდება საქართველოში და არჩევნების შედეგად დადგება ცვლილებისა და ცვლილების განხორციელებისა და ცვალებადობის განხორციელების ჟამი თუ მომენტი დადგება, ხო? პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ თუ ვადარებთ უნგრეთს, უნდა ვთქვათ, რომ უარესი ქვეყანა ვართ ვიდრე უნგრეთი. მაგრამ თუ ვადარებთ ბელარუსს ან თურქმენეთს, უნდა ვთქვათ, რომ საბედნიეროდ მათზე უკეთესი ქვეყანა გვაქვს. დემოკრატიის თვალსაზრისითაც კი ბრიუსელი ფეხებზე კიდია ლუკაშენკოსაც. ბოლომდე არა სხვათა შორის. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, ფეხებზე კიდია ლუკაშენკოსაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილსაც ფეხებზე კიდია და იქნება უარესადაც, იქნება მეტადაც კიდია ფეხებზე. მაგრამ მაინც ბელარუსისაგან განსხვავებით ბრიუსელს აქვს რაღაცა მექანიზმი ამოქმედდეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ და ვინიც ის და ცოტა იოტისოდენა ადეკვატური იყოს ამ შემთხვევაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველი. ეხლა ეს ყველაფერი მე გიამბეთ 29 წუთი ამოიწურება მალე და ყველაფერი გიამბეთ იმისთვის რომ გავცემ თავარ კითხვას პასუხი. მივიღოთ უნდა მონაწილეობა არჩევნებში თუ არ მივიღოთ. პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩამოყალიბდეს, რა საკვირველია, უფრო უნგრეთი ვართ თუ უფრო ბელარუსი. ალბათ პასუხი არის შუალედური, არც უნგრეთი ვართ და არც ბელარუსი თუ თურქმენეთი. ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი სპეციფიკა გვაქვს, ჩვენი შტრიხები გვაქვს, ჩვენი ფერი გვაქვს, ჩვენი სპეციფიკა გვაქვს, ხო, ამ ვითარებაში. მაგრამ პასუხი გასაცემია. მე მგონია რომ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ოღონდ საპარლამენტო არჩევნებში, ოღონდ. და აი ეს არის საკვანძო წინააღმდება. ჩვენ წინასწარ ვიდრე არჩევნებამდე, როცა იქნება ეს არჩევნები, უნდა გვყავდეს დამარცხებული დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება, ამასთან ისეთი უპირატესობით,
ისეთი უპირატესობით, როგორი უპირატესობითაც დაამარცხა უნგრეთის ოპოზიციამ ვიქტორ ორბანი. ანუ დაამარცხა დაახლოებით ანგარიშით 3-1. აი 3-1 ამ ანგარიშით თუ დაამარცხებს დღევანდელი ოპოზიცია დღევანდელ დე-ფაქტო მმართველობას საქართველოში, ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი უფრო უნგრეთი იქნება, უფრო ორბანი იქნება და არა უფრო ლუკაშენკო. მაგრამ თუ დაამარცხებს ანგარიშით 51-49, რამდენი დეპუტატია? 150 დეპუტატია. 77 დეპუტატს გაიყვანს, გაათრევს ოპოზიცია და 60 შესაბამისად 13 ეყოლება ქართულ ოცნებას, 4 და 5 დეპუტატს მოისყიდის. ან არჩევნებს გააყალბებს ბიზინა ივანიშვილი, ან თუ ვერ გააყალბებს და არ გააყალბებს, უკვე პარლამენტში მოხვედრილთაგან 5, 7, 10, 15, 20 დეპუტატს რა საკვირველია მოისყიდის. ჩვენ დავამარცხეთ ბიზინა ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ არ ასხივებდა ოპოზიცია გამარჯვებას, ვერ იცავდა საკუთარ ტყვებს, არ იყო ქუჩაში საზოგადოება გამოსული. და ბიზინა ივანიშვილს ჰქონდა და შეექმნა განცდა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა, უკვე შემდგომ 26 ოქტომბრის ღამეს და შემდგომ პერიოდში ის მაინც დაიტოვებდა, შეინარჩუნებდა ძალაუფლებას და ამიტომაც გამოაცხადეს, რომ 1,100,000 ხმა მოქალაქემ ამორჩეულმა მისცა ხმა ქართულ ოცნებას და აბა ეხლა კალაძე რო ამბობს ხოლმე გამოექანეთ თაწმინდის ფუნიკულიორის მაღლობიდან. და ვიყოთ გულახდილები 28 ნოემბრამდე პრინციპში ჩვენ დიდი და ხალხმრავალი აქცია, გასაპროტესტებელი აქცია არც გაგვიმართოს. აქ არჩევნები როცა ჩატარდება, ხალხი უნდა იყოს ამორჩეველი, უნდა იყოს გამოსული გარეთ. და ხმები უნდა დაიცვას, ეს ისეთი ნათქვამი სიტყვა კი არ არის ჰაერში გასროლილი, ჰაერში დატოვებული, არამედ მართლა უნდა დაფიქსირდეთ, რომ აი ამდენი ვარ და ვერ წაგვართ. აი ამ შემთხვევაში თუ 3-1, 4-1, თუნდაც 4-2 ამ ანგარიშით დავამარცხებთ ბიზინა ივანიშვილს, ის ვერ გააყალბებს არჩევნებს და იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ, გვჭირდება, გავბედავდა კიდევ ამ სიტყვას ვიტყვი, ერთი ლიდერი, რომელიც არ ჩანს და იმედი მაქვს გამოიკვეთება ეს ლიდერი ამასობაში. ხონაშორის არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული არსებული ან იდენტობით პოლიტიკოსებისაგან, პოლიტიკოსად არც ერთი მათგანი არ დაბადებულა საბოლოო ჯამში, ყველანი სწავლობთ პოლიტიკას, სწავლობენ ისინი პოლიტიკას. არამედ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი სპექტრიდანაც, ან იმ ადამიანებიდან, ვინც გავბედავდა ვიტყვი საპატიმროშია მაგალითად ახლა. როგორც კონკრეტული გვარების დასახელებას მომთხოვთ, ვინც უფრო დიდი ავტორიტეტია ვიდრე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა, მოდი ასე ვიტყვი, ზოგი იქით წასული, ზოგი პოზიციებს შეცვლილი, ზოგი პრინციპებს რომ ღალატობდა ისეთი და ასე შემდეგ. და აი ამ ადამიანების, მრავლობითში ვიტყვი, გარშემო თუ შეიკრიბება საზოგადოება, ამ შემთხვევაში ანგარიში 3-1 თუ 4-1 ანგარიშით, ამ ანგარიშით ბიზინას დამარცხება და შესაბამისად ბიზინას მიერ არჩევნების შედეგების აღიარება გარდაუვალი იქნება. ოღონდ აქამდე უნდა მივიდეთ. აქამდე უნდა მივიდეთ, ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ უნგრეთი ხომ საშინელი ქვეყანა იყო და ამგვარი ქვეყანაც არა ვართ, ბევრად უარესი ვართ, მაგრამ საბედნიეროდ ვართ ბევრად უკეთესი ვიდრე ბელარუსი თუ თურქმენეთი. ახლა დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა. ყველა სოფელი, ყველა ამომრჩეველი სირთულეების მიუხედავად ოპოზიცია უნდა დაიაროს. მიუხედავად იმისა, რომ სუსი მისდევს მათ ფეხ-დაფეხ, ამოწმებს და აწუხებს ამომრჩევლებს, ხდება ამ ამომრჩევლის იდენტიფიცირება, მერე მათი დაშინება და ასე შემდეგ, უნდა დაიაროს ყველა სოფელი და უნდა შევქმნათ ეს სულისკვეთება. სულისკვეთება, რომ ჩვენ უცილობლად გავიმარჯვებთ და არ დაუთმობთ ამ ქვეყანას თავი რომ დურთა რუსულ ძერმოში იმ ბიზინა ივანიშვილს. ნახვამდის.